თვალჭრელიძის პირველ ნომერში ადამიანები, რომლებიც ორი კვირის წინ ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კერძო ინვესტორის გადაწყვეტილებით გამოასახლეს მათი ერთადერთი საცხოვრისებიდან ახლა 2 საათზე მეტია დგანან სწორედ ტერიტორიის მიღმა დახურულ კართან და ამბობენ რომ ისინი არ გაატარებენ და არ გამოუშვებენ ნანგრევებად ქცეული ტერიტორიიდან აღარავის საუბარია აქ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე რომლებსაც ყოველდღიურად დღეში რამდენიმე ეტაპად გამოაქვთ დარჩენები ტერიტორიიდან მათ შორის მათი დარჩენილი პირადი ნივთები. ეს ადამიანები 2 საათზე მეტია უკვე შეიკრიბნენ ამ ადგილას ზუსტად ამ ტერიტორიაზე და ითხოვენ ადგილზე ინვესტორის წარმომადგენლის უფლებადამცველის გიორგი ჩაფიძის ადგილზე მოსვლას. მას ნასურთ ამ ადამიანებს გასაუბრება, ამბობენ რომ მას შემდეგ რაც ისინი გამოასახლეს მათთან კავშირზე აღარავინ აღარ გამოსულა, ისინი რამდენიმე ჯერ შეეცადნენ დღეს რომ დაკავშირებოდნენ ინვესტორის წარმომადგენელს იურისტს, რომელიც პირველ დღეს გამოდიოდა ამ ადამიანებთან კონტაქტზე, თავაზობდა ალტერნატიულ ფართობს, მათ შორის დროებით ქირით გაყვანას, თუმცა დღეს ის მათ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულები გახდნენ რომ მიემართათ ამ ნორმისთვის, ამ ზომისთვის და დგანან ახლა დახურულ კარს მიღმა, ამბობენ რომ ვიდრე იურისტი არ მოვა მათთან გასასაუბრებლად, ისინი არ მოიცვლიან ფეხს. ეს ადამიანები მას შემდეგ რაც გამოასახლეს, უნდა აღინიშნოს რომ 2 კვირის განმავლობაში სისტემატურად ღამეს ათევენ სწორედ აი აქ ამ შენობაში, რომელიც დროებით აქვთ გადახურული, ყოველ ღამეს ისინი აქ რჩებიან, გამომდინარე იქიდან რომ როგორც თავად აცხადებენ, მათ სხვა ალტერნატიული ფართი სხვაგან წასასვლელი ფიზიკურად არ გააჩნიათ. გამოსახლებულებს შორის იცით რომ არიან როგორც დროებითი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოსახლებული ადამიანები, დევნილები და მათ შორის არიან უსახლკარო სტატუსის მქონე ადამიანები, რომლებიც ახლა აქ დგანან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად და ითხოვენ რეაგირებას, ითხოვენ ყურადღებას და ინვესტორის წარმომადგენლის ადგილზე მოსვლას, მასთან გასაუბრებას, რომ მოხერხდეს საერთო პოზიციის, საერთო შეჯერება და ადამიანები თანახმარიან იმაზეც კი რომ დროებით დააკმაყოფილონ ისინი ქირით. უკვე მოთმინების ფერა აგვებსო. 2 კვირა უშედეგოთ, აი ყველანაირად უშედეგოთ მოვდივართ, ჩვენ სათქმეს ვამბობთ. ზოგი საერთოდ აკრჩება მე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ღამე ვერ ვახერხებ დარჩენას. და ერთი და იგივე მოთხოვნა არის ის. მე პატრონემ გამოვიდეს, მერიამ და სახელმწიფომ ჩვენზე ხელები დაიბანა. პირველივე მეორე დღეს, თუ პირველ დღეს არ მახსოვს ზუსტად, გამოაცხადა კალაძემ, რომ აი ამას ეს მივეცით, იმას ის მივეცით, ის აქ არ არის რეგისტრირებული და ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ სხვის საკუთრებაში ვიყავით, ეგეც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ აი ძალიან ელემენტარულია, როცა შენ საკუთრებაში ადამიანი ცხოვრობს, თავზე არ უნდა დაანგრიო, ან ელემენტარული რაღაცა უნდა შესთავაზო, აი რაღაცა ელემენტარული გამოსავალი, ხო? ბავშვებით და მოხუცები, ინვალიდები, ხუთიშვილის დედები, ფეხმძიმეები გარეთ გამოყარე, რას უპირებ შემდგომ. აი ამაზე გვაინტერესებს პასუხი. გიორგი პაპიძე, მართლა ქუდი არა, ხურია, კაცი არ არის. აი ესე პირდაპირ ვიცი რომ გაიგებ და მოვა ისევ და მომისმენ. კაცი არა ხარ, ბოლოს და ბოლოს. ამდენი ხარი 18 დღე ერთი და იგივეც რომ გვეუბნება და გვამაიმუნებს და ხალხს გვაიმედებს და არ გვაიმედებს. აი ვერ დაველაპარაკე, თარგმანი ვერ ვნახე, ეს ხო არა ადამიანურად იქცევა. ის კაცმა რომ გაყიდა, ვინც იყო მე პატრონი ჩხაკიშვილმა, რომ გაყიდა ხალხი არა, სად არის ჩხაკიშვილიც? რატომ იგვატოვა ასე? მართლა ვისაც გვიჭის და მართლა რომ ვისთანაც არ გვაქვს სახკარი და ისინი ვდგევართ აგერ. რო ქონდე ჩვენ სახლდაკარი, აქ კი არ ვიდგებოდით ამ ტოში. ვისაძერი ფარია მაგათი თუ ისე ყავთ ვითომ და ჩხატიშვილის არის ისე. ჩვენ ხო ამაში არავინ არ გვახედებს, არა? ჩვენ ვითხოვთ როგორც დაზარალებულები, როგორც ქუჩაში დარჩენილები მინიმალურს რამოდენიმე თვის ქირის კომპენსაციას. მე ვარ თბილისში რეგისტრირებული, მე ვარ 4 შვილის დედა, მე ვარ სოციალურად დაუცველი და მე მაქვს ჩემი სტატუსი, რომ ქუჩაში არ უნდა ვიყო და მინიმალური რაც მეკუთვნის რომ ჩემი 4 შვილით მოვთავსდე, არის სახელმწიფო ვალდებული და დამაკმაყოფილო საცხოვრისი. თვალჭრელიძის პირველ ნომერში ჯამში სულ 100 მეტი ადამიანი გამოასახლეს, საუბარი 118 ადამიანზე, რომელთა შორისაც არიან დევნილები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ადამიანები, უსახლკარო სტატუსის მქონე პირები, არასრულ ცხოვრობასთან ერთად ისინი ახლა ქუჩაში არიან დარჩენილები და ითხოვენ დახმარებას.
მათ აღარ აქვს დედაქალაქის მერის იმედი. კახკალაძის განცხადებების შემდეგ ამბობენ, რომ მისი იმედი აღარ აქვს. ისინი ქუჩაში დატოვა როგორც დედაქალაქის მერმა, ის ასევე ქართული ოცნების ხელისუფლებამ. შესაბამისად, ახლა მიმართვის მთავარი ადრესატია სწორედ ინვესტორი, ადამიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად ეს ადამიანები გამოასახლა. ზუსტად 2 კვირის წინ იმ ტერიტორიიდან, სადაც ისინი აფარებდნენ თავს. ყველა შენობა ნაგებობა, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ, ახლა მიწასთან არის გასწორებული და მიმდინარეობს უკვე ნარჩენების გამოტანის პროცესი ყოველდღიურად. განან ახლა დახურულ კართან გამოსახლებულები ქუჩაში დარჩენილი ადამიანები და ამბობენ, რომ ისინი ამხამესაც ქუჩაში გაათენებენ, სწორედ ამ კართან და არ მიცემენ შესაძლებლობას ინვესტორს, რომ მოასუფთავოს ტერიტორიიდან გაიტანოს ნარჩენები. მძიმე ტექნიკას ისინი არ მისცემენ იმის შესაძლებლობას, როგორც თავად ამბობენ, რომ გამოვიდეს ტერიტორიიდან. ეს ადამიანები ისედაც ათევენ ხამეს სწორედ ამ შენობაში. მათ შორის ბავშვებთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თავად ამბობენ, სხვა წასასვლელი პრაქტიკულად არ აქვთ. 2 კვირის განმავლობაში არავინ გამოჩენილა ადამიანი სახელისუფლებო წრეებიდან, რომელიც მათთან მოვიდოდა და დაელაპარაკებოდა, როგორც თავად ამბობენ და ამიტომ ახლა ისინი იძულებულები გახდნენ, რომ დათანხმდნენ ინვესტორის წარმომადგენელს იურისტს, რომელიც გამოსახლების დღეს მათ სთავაზობდა დროებით ქირით გაყვანას. რამდენიმე თვის განმავლობაში მზად იყო, რომ უზრუნველეყო ინვესტორს მათთვის ქირა და სწორედ ახლა ამაზე აცხადებენ ისინი თანხმობას გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იძულებულები გახდნენ, რომ დათანხმდებოდნენ ამ შეთავაზებას. ამიტომ ახლა ისინი ელოდებიან გიორგი ჩაფიძეს, ინვესტორის იურისტს წარმომადგენელს, რომ მოვიდეს მათ და გაესაუბროს და ძალაშია თუ არა აინტერესებთ მათთვის ეს შეთავაზება.